გამარჯობა. ჯერ გავაკეთებთ მნიშვნელოვან განცხადებას და მასშტაბის ფილის ტექსტის გაშიფვრის შესახებ ქვემოთ მერე ვისაუბრეთ. პატივცემულო ქართველო და უცხოელო ენათმეცნიერებო, ისტორიკოსებო, არქეოლოგებო და პალეოგრაფებო. ასე როგორ უნდა შეილახოთ თავმოყარეობა, რომ ჩვენი გაშიფრული ტექსტების კვალიფიციური რეცენზირება ვერ შეძლებთ. როგორებიცაა გრაკლიანის გორის ყველა დამწერლობითი არტეფაქტი, საკურთხევლის წარწერა, სტელა, თიხის ლარნაკის წარწერა და საბეჭდავები, ასევე სვეტიცხოვლის წრიული ფრესკა და მასშტაბის ფილის ტექსტი. ეს სიმბოლოები თქვენ რომ გაგეშიფრათ, რაც ვერ შეძელით უცოდინარობის გამო, სამწუხაროდ აუქსიამუნდებს ამას რომ ამბობთ, ვართ გულწრფელები. ალბათ ტრაბახით ირმის ნახტომის გალაქტიკას გასცდებოდით, ხოლო ჩვენ რადგან შევძელით და გაჯობეთ, დამუნჯდით, დაყრუნდით და დაბრმავდით. თითქოს არაფერი გესმით, ვერაფერს ხედავთ და არაფერი გაინტერესებთ. საქმე შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ისტორიას, არა ჩვენ პირადად. ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტები გამეორდეთ. საკურთხევლის ამბანურ იდეოგრამული, სტელას ხატოვანი და თიხის ლარნაკის ამბანური წარწერა, მასშტაბის ფილის ლოგოგრაფიული ტექსტი, სრულიად შეცვლის კაცობრიობის უძველესი ისტორიის შესაბამის პერიოდებს და საქართველოს თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს მსოფლიოს ისტორიაში. საუბარია ჩვენს ქვეყანაზე. ახლა რომ ტყუილებით კვებავთ საზოგადოებას, თქვენს და ზოგიერთი უცხოელი მეცნიერის, თითქოს კაცობრიობის ცივილიზაციის გამგზელებლები შუმერთა შემდგომ ძველი ბერძნები და რომაელები იყვნენ. მათზე ადრე დაახლოებით 17-16 საუკუნით ქართველებს უკვე ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და არა მარტო. დიდი პირამიდების ასაგზე უხსნესიც. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს, ამაზე გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და იქ ვამბობთ სრულ სიმართლეს. ნუ თუ თქვენი გაყალბებული ნაშრომები უფრო მნიშვნელოვანია ამაზე, კი ვიცით ამას რატომაც აკეთებთ, მაშინ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები ასევე სამწუხაროდ სანაგვეზე უნდა მოისროლოთ, მაგრამ იმას ვერ ხვდებით, თავს რატომ ისულელებთ. ადრე თუ გვიან ფაქტის წინაშე მაინც დადგებით. მაგალითად, თქვენ მოგწერეთ ოფიციალური პასუხი, რომ არ ყავდათ ამ დარგის სპეციალისტები. თუმცა თსო-ში სტუდენტები გადიან პალეოგრაფიის კურსს. საოცარია, თუ არ ხართ ამ დარგის სპეციალისტები, მაშინ რა უფლებით ეწევით სამეცნიერო საქმიანობას, ვის ატყუებთ? გრაკლიანის საკურთხევლის წარწერა ორნამენტებიო, ამას ასწავლით მომავალ თაობას. ერთი წყარი მაინც დაგვისახელეთ თქვენს მიერ გაშიფრულ. ასეთივე მდგომარეობა ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში თითქმის ყველასთან ჰქონდა კავშირი. თითქმის ყველასთან. პატივცემულო მაყურებლებო, გადადით ჩვენს არხზე, უყურეთ ვიდეოებს, გამოიწერეთ და მოგწერეთ კომენტარები. გთხოვთ, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. დაგვიდექით გვერდით. ვიღაც ავანტურისტები თავს მეცნიერებს რომ უწოდებენ ევროპელთა ხათრითა თუ საკუთარი ინტერესებით, რადგან ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ასწავლია, კითხულობენ ლექციებს, საქართველოს გაყალბებულ ისტორიას სიმართლედ გჩრიან ხელთ. ახლა კი დავიწყოთ საუბარი მასშტაბის ფილის ბე-ჰორიზონტალური ხაზის მეოთხე სიმბოლოს გაშიფვრის შესახებ, რადგან წინა შემთხვევაში ჩვენ შევჩერდით ბე-ჰორიზონტალური ხაზის, ანუ სტრიკონის მეოთხე სიმბოლოზე. სურათზე წარმოდგენილია, თავზე აწერია 4 ციფრი. ის წარმოადგენს ნამარცვალს, ბამბარას ენაზე ნიშნავს ნებას, სურვილს, ანდერს, ებრაულზე ნუახ არის ნოე. ეს სახელი მომდინარეობს პროტო-ქანაანური სიტყვიდან ნახ, ქვეწარმავალი. იგივეა ეთიოპიურზეც, ასევე ეგვიპტური იეროგლიფის მიხედვითაც, რომელიც წარმოადგენს ქვეწარმავალს, ასევე არის სიბრძნის სიმბოლო. მაშასადამე 4-ვე სიმბოლოს გათვალისწინებით პირველი 4-ის ბე-ჰორიზონტალური ხაზის დააკვირდით პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ქართულ ენაზე გვექნება შემდეგი ტექსტი.
შენი სამი შვილი ნოე. ამ წინადადებით ჩვენ უკვე დაზუსტებით დავადგინეთ, რომ ბაშკლიმის ფილის ტექსტი ეკუთვნოდა წარღვლის ამსახველ მოვლენას და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უძველეს ბიბლიურ ტექსტს. ვიცით, რომ არის გილგამეშის მიერ, ასე იგი, როცა უთანაფიშტი უყვება მას წარღვლის შესახებ ამბავს ეპოსში, შუმერულ ეპოსში და აქადურში. შემდეგი სიმბოლოს შესახებ ვისაუბრებ მომდევნო ვიდეოში. სულ ეს არის. ისევ გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და დაგვიწეროთ კომენტარები. მადლობა.